მოკლედ ჩვენ მეგრელებს ძალიან გვიყვარს ერთმანეთის როგორ გითხრათ, აი, სადაც ნახავთ ერთმანეთს, სულ ვესიყვარულებით ხომ. შენგენაც ვარ, როგორ ახლა რაღაცა ამასთან დაკავშირებით, მოკლე ისტორია არის რა. ოფიცერი არის მეგრელი და პოსტზე ანაწილებს ახალწეულებს, ახალმისულებს რა. და ასე მარშრუტკიდან ჩაყავს პოსტზე ახალწეულები. რა გვარი ხარ ბიჭო შენ? სანიგიძე. ჩადი პირველ პოსტზე. რა გვარი ხარ ბიჭო შენ? სარაჯიშვილი. ჩადი მეორე პოსტზე. რა გვარი ხარ ბიჭო შენ? გაბელაია. რომელი პოსტი გინდა? კი ზუსტად. სამომია თქო გამოხატულება მეგრელების. მეც მოგესალმებით. მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ და წარმატებებს გისურვებთ. ეს გავიხსენოთ ერთ ისტორიას, რომ აი მეგრელების ტრიპაჩობას არ აქვს საზღვარი რა. ძალიან ბევრი ისტორია მომისმენია მასთან დაკავშირებით, მაგრამ და სულ ფიქრობ, რომ რაღა უნდა იყოს ესეთი, რომ გამაკვირვოს რა. და ერთი ესეთი ისტორია ჩვენი საერთო მეგობრები არიან, ძალიან ახლო მეგობრები ძმაკაცები არიან, ესე 40 წლამდე ხალხი არიან და მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერი არ უკეთებიათ. არცად არ უმუშავეთ, აი ის რო ხე უნდა კონდეს დარგული, არაფერი არ აქვს გაკეთებული. არც სამშობლოს არ გამოდგომია, არაფერს არ გამოდგომია საერთოდ რა. არაფერი არ უკეთებიათ ცხოვრების განმავლობაში და სადღაც ზიან რესტორანში და წინა მაგიდასთან დაინახეს, რომ ორი ლამაზი გოგო ზის და გადაწყვეტეს რომ მივიდნენ რა. ხო და ერთმა გამოხატა ინიციატივა, რომ დაუწყო ლაპარაკი ამ გოგოს რა. ორივე ერთად მივიდნენ, ისინიც ორიანი, ესენიც ორი არიან და ამან აკაურობას ხო ხედავ. ჩემია. ის მაგიდები იქ იმიტომ დავდგი რომ რაღაცებს ყვება რა, რომ ის მაგიდა აქ ვინც მუშაობს, რომ ჩემიანები არიან. ეგ რა არის, მე ბიზნესები მაქვს. მე თანამდებობებზე მიმუშავია და დაიწყო თანამდებობების ჩამოთვლა რა. ამ თანამდებობაზე, ამაზე და ამას აღარ დარჩა არაფერი რა უკვე. მეორეს აღარ დარჩა არაფერი რომ უთხრას რა და ამანაც ხო შეატყო და გადახედა მეორეს და იმ გოგოს. ეს ვაფშე საქართველოს დირექტორია. ახალი თანამდებობა მოიწვია საქართველოს დირექტორი. ხო, კიდევ ერთი ისტორია არის, ჩვენმა საერთო მეგობრმა გახსნა არ ვიტყვი მაინც ქალაქს, რავი, ერთ-ერთ პატარა ქალაქში. პირობითად აბაშაში გახსნა სპორტდარბაზი რა. დაგვატიჟა მე და ლუკა რომ მივიდეთ დაგვათვალიერებინოს რა. და რო შევედით, ანუ ძალიან ისე რა, ყველამ გვიცნო, რავი, ვიღაც გოგო მოვიდა, ყავას ხო არ გესწია, ყავა, ჩაი. ეს გვათვალიერებინოს და ვიღაცები ვინც აი ესე რაღაც ვარჯიშობენ, შემოტრიალდებიან, ვა, ესენი მოდის ტელეფონს ამოიღებს, სურათს იღებენ და ამას ძალიან გაუხარდა რა ეს ფაქტი, რომ ყველა ცნობს ეხა ვიღაც თან ძალიან ლამაზი გოგოებიც არიან და ამან ესე კუნთიან ბიჭები რა ვიცი რა უნდოდა იმათთან მივიდა და ხო და თან ერთმა გაუტარა გაუღიმა რომ რაღაცა მეორემ გაუტარა მესამემ გაუტარა ჩვენთან ამასობაში ვათვალიერებთ იქაურობას და ერთმა უთხრა წამოვისპარინგოთ ხო და აი ხა იქ ლამაზი გოგოებიც იყვნენ და ამან ხო ბაზარი არაო და გაყვა რა სადღაც არიან იქ და ჩვენ აქეთ ლაპარაკობ და იქიდან გამოდის ხმები რაღაცან ამის ხმა რა ვცნობ აშკარად კივა ხო აშკარად კივა რა და გამოდის და სადაც დარყული აქვს ხელი სიფარებს მაგრამ ხელები არ ყოფნის რა ხო და რა ხდება მეთქი მეუბნები მაინც და მაინც ამან ვერ მიცნო ბიჭო